ნიკამელის ძალით გადაყვანას ცდილობენ გზის სავალი ნაწილიდან. პოლიციელებს ყავს ნიკამელი ალყაში. და ცდილობენ რომ ძალის გამოყენებით ნიკამელია გადაატრიონ. აი აქციის მონაწილეებიც უკანა მხარესაც ინციდენტი და დაძაბულობაა ბადაგ. უკანა მხარეს ხედავთ აქციის მონაწილეებს მიათრევენ პოლიციელები. ცდილობენ მათ დაკავებას. დაკავების ავტომობილებიც მოიყვანეს. და ახლა სავარაუდოდ გომელაურის უწყება დაიწყებს დაკავებებს. ხედავთ ძალის გამოყენებით როგორ ყრიან მანქანებში მომიტინგეებს. ერთ-ერთი ახალგაზრდა აქტივისტი დააკავეს აქ ამ წამს. გზის მეორე მხარესაც არის ინციდენტი. აი კიდევ აკავებენ ბადაგ. კიდევ ერთი აქციის კიდევ ერთი მონაწილე მოჰყავთ. ხედავთ ძალადობას, როგორც ცდილობენ ჩატენონ ადამიანები მანქანაში. უკვე მეორე ადამიანია, ვის დაკავებასაც ჩვენ ვიღებთ. მესამე ახალგაზრდა მამაკაციც ხედავთ ავტომობილთან ყავს და გოგა მემანიშვილი ხელმძღვანელობს მის შეთრევას ავტომობილში. უკანაც არის დაძაბულობა, ისევ მოყავთ აქციის მონაწილეები ბადაგ. ჩემთან ბადაგ აქეთ მხარეს საბას ხვიტარიძეს აკავებენ. ფაქტობრივად ყველა მხარეს დაკავებებია. ძალიან ბევრ ადამიანს აკავებენ და რასაკვირველია მომიტინგეები ცდილობენ რომ პოლიციის ამოქმედებას ხელი შეუშალონ. ბადაგ უკანა მხარეს ისევ დაძაბულობა და ისევ ინციდენტია, ხელი გაწია ახლა. ბადაგ ჩემთან. ხილად. ფაქტობრივად ყველა მხარეს ახლა არის დაპირისპირება და ძალის გამოყენებით პოლიცია აკავებს ყველას და მისდევენ აქციის მონაწილეებს მელიქიშვილის გამზირზე პოლიციელები რომ დააკავონ. ისინი დაპირისპირება ახლა კიდევ ერთ ადამიანს აკავებენ. თავდაპირველად ეს დაპირისპირება დაიწყო ლიდერები ძალის გამოყენებით გაიყვანეს ამ ტერიტორიიდან და შემდგომ უკვე გადავიდნენ აქციის მონაწილეებზე. ურტყამენ თან დაკავების დროს. კადრშიც გიჩვენებთ როგორ მიათრევენ ადამიანებს. აი აქაც პოლიციას ალყაში ყავს ქვემოთ მოქცეული ადამიანი, რომელსაც უსწორდებიან და ისე აკავებენ.